ასე ვალაგებთ მოკლედ გარეთ ჩარჩოიან корпуსებს, რომ დავწურავთ თავს. ეს არ მიიჩნევა სწორ პრაქტიკად, იმიტომ რომ თუ დაავადება გაქვს საფუტკრეში, განსაკუთრებით თუ ამერიკული სიდამპლე გაქვს, ან თუ მეზობელი საფუტკრეები გაქვს ახლოს, არც ერთი დაავადებისთვის ეს არ არის სასურველი. მაგრამ მე ხა იზოლირებული საფუტკრე მაქვს აქ და ახლო-მახლო არავინ არ მყავს და ამიტომ ვაკეთებ ასე. ესე პადონებზე მილაგია. ნუ მიწასდალაგება არ არის სწორი და არც უნდა დაალაგო უბრალოდ აქ მე გამითავდა ეხა პადონები და თრუებით ესე დავალაგე. პადონებზე მილაგია ძირითადად, რომ მაინც მიწასთან შეხება არ კონდეს და ესე იწმინდება მოკლედ რა. მე არასდროს არ შემინიშნავს, რომ ამას რამე სასწაული ქურდობა გამოეწვიოს. მეორე გზა არის ის, რომ თვითონ ფუტკარ შემოვალაგო, მაგრამ იგი იმდენად რთული პროცესი არის. დიდ საფუტკრეში მაგის აკეთება წარმოუდგენელი არის რა. იმდენად დიდ შრომას მოითხოვს, ეგ შემოლაგება მერე მოხსნა და ასე შემდეგ. და მაინც რჩება ზედ თაფლი, იმიტომ რომ ფუტკარი ამას მოკრებს და რაღაც ისევ ამ ჩარჩოებზე ანაწილებს მერე და მერე მაინც რაღაცა უნდა წაიღო ის ჩარჩოები, იმიტომ რომ ზედ ისევ თაფლი არის. ხო, თავარი არის, რომ იზოლირებული საფუტკრე თუ გაქვს, ამას გააკეთებ, თუ არა გაქვს, ვერ გააკეთებ. იმიტომ რომ გადმოიტანს სიდამპლეს, გადმოიტან ვარვას, გადმოიტან ტროპს, ყველაფერს გადმოიტან, რაც შენს მეზობლებს აქვთ. და მაგის აკეთება დაუშვებელია, თუ სხვა საფუტკრეები გაქვს ირგვლივ. სხვები საფუტკრეები.